Limo, აბა, როგორ ახარ ძმაო? კარგად ჩვენივრად. ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, ჩვენთან ერთად არის ირაკლი კლიმიაშვილი, საკმაოდ ისეთი გამოცდილი, ყოფილი ნაკრების ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო კლუბ ბრიჯის გამორჩეული მოთამაშე. ირა, ჩვენ გვექნება ბევრჯერ შეხვედრები და ბევრჯერ ვისაუბრებთ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. რას გვეტყვი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რამდენად დატვირთვა აქვს თქვენთვის სატურნირო მდგომარეობაში ამ შეხვედრას და შენი როლი და შენი ჩართულობა ზოგადად. მადლობა პირველ რიგში, რომ ხარ ჩვენ გვერდში და ამ ლიგაში თამაშობ. მადლობა პირიქით თქვენ. ჩემპიონატს. ესეთი კარგი ჩემპიონატისთვის დღევანდელ თამაშს რაც შეეხება აპტოსთან გვაქვს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი არის ამ ლიგაში. კარგი შემადგენლობა ყავთ ძალიან. ჩვენს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ეხა პირველ ადგილზე ვართ. უშუალო მეტოქეს ვეთამაშებით, ჩემი აზრით ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, სანახაობრივად. კარგი თამაში იქნება მაყურებლებიც. ნენელა მოდიან. კი. რა მოლოდინია ეხა? გუნდში რა მდგომარეობაა? გუნდში საბრძოლო განწყობა არის. და ჩვენ რაც გვაქვს მიზანი, იმას ნელ-ნელა მივყვებით. ზედმეტი რაღაცების გარეშე. მინდა წარმატება გისურვო, ნახოთ რა შედეგით დასრულდება თამაში, ორივე ძალიან საკმაოდ კარგი და ესეთი დაკომპლექტებული ფეხბურთელები და კარგი შემადგენლობით არიან და მინდა რომ ჩვენს ლიგაში წარმატებები გისურვოთ. ჩვენ შევხვდებით კიდევ ბევრჯერ და ბევრად უფრო უკეთესად ვისაუბრებთ ყველაფერზე. მადლობა, გახურდი. ფლეჩ, როგორ ახარ ძმაო? კარგად მოგესალმებით. კაი ხარ. ჩვენთან ერთად არის ჩვენი გამორჩეული ლიგის მოთამაშე. ყველა ესე იცნობთ ფლეჩერას და მინდა რომ წარმატებები გისურვო, მინდა რომ შენი აი ამ ჩართულობით და შენი უშუალოდ თამაშით მადლობა გითხრა ჩვენი ორგანიზაციის და ჩვენი ოჯახის სახელით და ზოგადად დღევანდელ მატჩზე მინდა კითხოთ ძალიან ისეთი საინტერესო მატჩი იქნება. დატვირთვა აქვს თან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ტურნირის სატურნირო ცხრილთან დაკავშირებით და შენი მოლოდინი და უშუალოდ გუნდის შიდა სამზარეულო როგორი მდგომარეობა ამჟამად გუნდში. ამჟამად გუნდში იდეალურად გამოიყურება ყველა ბიჭი, რა ვიცი, ცოტა პატარა ტრავმები არის, მაგრამ მაინც სწავლობით ალბათ გამოსწორდება ყველაფერი. შემართება იდეალურად ვართ განწყობილები. დღევანდელ მატჩზე რა შემიძლია ვთქვა, იდეალური გუნდია ბრიჯი, ძალიან კარგად გამოიყურება სეზონის დასაწყისში. ჯერ დიდი დროა სეზონის ბოლომდე ვნახავთ რა შედეგები იქნება. და დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით შემართება ძალიან დიდი გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის და საბრძოლო განწყობაა და საბრძოლო განწყობა არის, რა თქმა უნდა, ყველა თამაშზე ისე გამოვდივართ, რომ უეჭველი სისხლი უნდა დავუყაროთ რა ბოლომდე და ისეთ შემართებით, რომ ყველა თამაში მოსაგებად რა თქმა უნდა. მართლა ძალიან სიმპათიური და კარგი ისეთი გუნდი ხარ და მინდა რომ წარმატება გისურვო. დღევანდელი თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. ფრედ დამთავრდა ეს თამაში და ვფიქრობ, შეიძლებოდა სამი ქულისთვისაც გამოგვეკრა ხელი, მაგრამ ბრიჯი კარგი გუნდია. ამ ტურის წინ პირველ ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ შემიძლია მატჩი დადებითად შევაფასო ჩვენთვის. ქულა დასანანია, სამს ვისურვებდით, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე არც ეს არის ცუდი. ძალიან კარგი ჩემპიონატია, ვისურვებდით, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს. ბოლო წლებთან შედარებით წლევანდელი სეზონი კიდევ უფრო დაძაბულია, ძალიან ბევრი გუნდია, რომლებიც ცხრილის ზედა ნაწილში არიან, ისე რომ ქულა-ქულაში მისდევენ ერთმანეთს. კარგია ეს ტურნირი ესე რომ ვითარდება, ვინც დაამთავრა კარიერა, ვისაც ფეხბურთის თამაში არ გამოვიდა, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და ყველას მინდა უთხრა, რომ მოდით ჩვენთან და ითამაშეთ 7-7-ზე ფეხბურთი.